გამარჯვეთ მეგობრებო. მითია თუ რეალობა? მოდი გავიგოთ. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენი მყოფები ტექნოლოგიურ ასახზე. სივრცეში სადაც ვაუბრობ ტექნოლოგიებზე მარტივად და დასაგებ ენაზე. და მოდი განვიხილოთ დღეს ის თემები, რაზეც ავტომობილი გითხრა, რა არის მითი და რა არის რეალობა ტექნოლოგიურ სივრცეში. და მოდი დავიწყოთ პირველი თემით. Smartphones დატენვა მთელი ღამე აზიანებს ბატარეას. მითია თუ რეალობა? ეს ყველაფერი მითია. მითია რატო? ახალ მოდელებს, smartphones აქვს უკვე ფუნქცია, რომ აღიქვას, როდის არის დატენილი 100%-ზე და ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ როდესაც ტელეფონი 100%-ზე მივა, უბრალოდ გათიშოს. მაგრამ ეს ასევე დამოკიდებული არის დამტენზე. თუ თქვენ გაქვთ დაბალი ხარისხის დამტენი, თავისთავად ეს ყველაფერი არ იქნება ეგრე, როგორც ფიქრობთ, რომ უნდა იყოს. შესაბამისად, ყოველთვის, როდესაც ტელეფონთან ერთად შეიძენთ ორიგინალ დამტენს, მიიღებთ მაღალი ხარისხის დატენვას, უკეთეს გამძლე ელემენტს და შესაბამისად იმას, რომ მთელი ღამე რო დატოვოთ ტელეფონის დამტენზე, არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ. შემდეგი თემა არის MacBook-ებზე. MacBook-ები ვირუსებისგან 100% დაცულია. მითია თუ რეალობა? არა, ეს არის მითი, რადგან Apple-ში ჩვეულებრივად შესაძლებელია დავირუსდეს სხვადასხვა ვირუსებისგან. ამისთვის სპეციალურად Apple-ის კომპანია ატარებს ხოლმე ტესტირებასაც, იქირავენ სპეციალურ ჰაკერებს, რომლებიც ტესტავენ Apple-ის სისტემას და აქედან გამომდინარე მოდის ხოლმე მერე შემდეგ განახლებები, სხვადასხვა გაუმჯობესებები ხოლმე, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან საბოლოო ჯამში მაინც ჩვენ გვაქვს მისი მართვასთან ცდომა და ასევე დღევანდელობაში უკვე შესაძლებელია სხვადასხვა აპლიკაციების ჩამოტვირთვაც App Store-ის გვერდით ავით, რაც უფრო მეტ საშიშროებას ქმნის. უფრო მეტი მომხმარებელი ყავს Windows, რაც სტატისტიკურად უფრო Windows ანიჭებს უპირატესობას, რომ იყოს ჰაკერული თავდასხმის ობიექტი. თუმცა, როგორც აღნიშნე, Mac-იც ჩვეულებრივად შესაძლებელია Mac-ის გატეხვაც და დავირუსებაც. მოდი შევეხოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკასაც და მითია თუ არა, რომ მიკროტალღური ღუმელი რადიაციით აბინძურებს არსებულ საქმეს. არა, ეს არ არის სიმართლე, იმიტომ რომ მიკროტალღური ღუმელი იყენებს ტექნოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ კონკრეტულად საკვების მოლეკულები გაცხელდეს, შესაბამისად მასში რადიაცია არ გამოიყოფა და შესაბამისად საჭმელიც ვერ დაბინძურდება რადიაციით. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ხდება ასე რომ ვთქვათ შეკუმშვის ხარჯზე, მოლეკულების შეკუმშვის ხარჯზე, არ არის სასურველი, რომ კარები იყოს ღია მიკროტალღური, სანამ რაიმე მსგავსი. დაახლოებით მდგომარეობაში ის 100% უსაფრთხო. მოდი შევეხოთ ერთ კიდევ აქტუალურ თემას. მართალია თუ არა, რომ 4K ტელევიზორები 4K კონტენტის გარეშე უსარგებლოა? არა, ეს არის მითი, რადგან 4K ტელევიზორებს აქვს upscaling-ის ფუნქცია, რომელიც თუნდაც დაბალ ხარისხში იყოს არსებული ვიდეო, შეუძლია გაუმჯობესოს მისი ხარისხი და უფრო უკეთეს ხარისხში განმოგვცეს ჩვენება. ხო, კიდევ ერთი ძალიან აქტუალური თემა, რომელიც ძალიან ხშირად ისმის, რომ რაც უფრო მეტი მეგაპიქსელი აქვს, ტელეფონს თუ ასე ვთქვათ, გამოსახულებას უფრო მეტ ხარისხს იძლევა. მითია თუ რეალობა? სინამდვილეში მეგაპიქსელები არ თამაშობს გამოსახულების ხარისხში იმხელა როლს, რამხელა როლსაც თამაშობს მაგალითად კამერის სენსორი ან პროგრამული უზრუნველყოფა. რეალურად უფრო მეტი წილი გამოსახულების ხარისხზე მოდის ლინზით პირველ რიგში და მეორე რიგში უკვე შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით. შესაბამისად, რამდენად ბევრი მეგაპიქსელიც არ უნდა ეწეროს, თუ პროგრამული უზრუნველყოფა შესაბამისი არ არის და ლინზა არ იძლევა შესაბამისი სუფთავეს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუნდაც სულ 100 მეგაპიქსელი რო ჩავუწერო ტელეფონის გადაღების ფუნქციას, თუ შესაბამისი დამუშავება არ მოხდა პროცესორმა. და მოდი შემდეგ თემაზე გადავიდეთ. რამდენად უსაფრთხოა საჯარო Wi-Fi? ჩვენ ამაზე გვქონდათ კიდეც გადაცემა. და მოდი ძალიან მოკლედ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს მითია ეს თუ რეალობა.
ეს არის მითი, რადგან იმის მიუხედავად, რომ ბევრი იყენებს ადგილობრივ თუ კომპანიის Wi-Fi-ებს, ეს ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენს თქვენთვის და თქვენი ინფორმაციისთვის, რადგან ნებისმიერი Wi-Fi, რომელზეც იხართ და თქვენ სარგებლობთ მისით, თქვენი ინფორმაცია გადის რაუტერში, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ დაქაკონ, მოიპარონ თქვენი პირადი ინფორმაცია და ნებისმიერი სხვა. ასე რომ უკიდურესი ზომების მიუხედავად ეცადეთ რომ მოერიდოთ და თავი არიდოთ ხოლმე საჯარო Wi-Fi-ებს. და შემდეგი თემა, დატენის დროს device-ის გამოყენება სახიფათოა, მითია თუ რეალობა? ეს მითია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაშიც ასევე ეს ყველაფერი არის დამოკიდებული დამტენზე. თუ იყენებთ ორიგინალ დამტენს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ტელეფონს იყენებთ თუ არა. თუ იყენებთ არაორიგინალ დამტენს, რომელიც არ უწარმოებია შესაბამის კომპანიას, ან ტელეფონის მწარმოებელი კომპანიას, ან კომპიუტერის მწარმოებელი კომპანიას, ამ შემთხვევაში ვერავინ ვერ გეტყვით, რომ ეს ნამდვილად უსაფრთხოა. იმიტომ რომ იქ არ არის გაცვლილი შესაბამისი სტანდარტები, ეს ასე რომ ვთქვათ, ბრჭყალებში ჩინური დამტენი ვერ აღიქვავს, ტელეფონი დაიტანა თუ არა, იმიტომ რომ არ აქვს შესაბამის device-თან შესაბამისი მხარდაჭერა. და აქედან გამომდინარე, მაგაზე 100% ვერავინ ვერ გეტყვით, რომ ანუ არაორიგინალი დამტენის გამოყენებით ტელეფონს არ აზიანებთ. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ შეიძინოთ ორიგინალი დამტენი და გამოიყენოთ ორიგინალი, მიუხედავად მაღალი ფასისა, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენი device-ი იმუშავებს წლების განმავლობაში უპრობლემოდ. მიუხედავად იმისა, ღამე დატოვებთ თუ არა, პარალელურად გამოიყენებთ თუ არა, ან ნებისმიერ სხვა რამეს, არ აქვს მნიშვნელობა. ახალი ლეპტოპის დატენვა 12 საათს უნდა გაგრძელდეს. მითია თუ რეალობა? ეს მითია, რადგან თანამედროვე ლეპტოპებში მოთავსებულია ლითიუმ-იონური ტექნოლოგია, რომელიც თუნდაც 5 წუთის დატენის შემდეგაც ხელს უწყობს, რომ შესაძლებელი გახდეს აქტიურად გამოიყენოთ იგი. მითია თუ რეალობა, რომ დახურული ლეპტოპის ჩანთაში ჩადება ჩართულ მდგომარეობაში აზიანებს ლეპტოპს. ეს მართალია, იმიტომ რომ შენ შეიძლება რაღაც პროცესს ასრულებ ლეპტოპში, მაგალითად რენდერზე გაკავშირებული რაღაცა სამუშაოებ და უცებ სადღაც გასასვლელი გახდი, პირდაპირ დაგეცი კომპიუტერი და ჩაიდე ჩანთაში. ჩანთა დახურულია, ყველა ჩანთა არის სხვადასხვა მასალისგან დამზადებული. შეიძლება იყოს ისეთი მასალა, რომელიც ჰაერს არ ატარებს, ასე ვთქვათ, და შესაბამისად კომპიუტერი გაგრილებას ვერ ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერი არის sleep mode-ზე, მაინც მუშაობს, იმიტომ რომ შენ დავალება მიცემული გაქვს და ის მას მაინც ასრულებს. შესაბამისად, როდესაც შენ პირდაპირ დაკეცი და წაიგე ლეპტოპი ჩანთაში ჩადებული, ძალიან დიდი შანსია, რომ შენი პროცესორი და შენი ელემენტები წყობრიდან გამოვიდეს და არა მარტო ეს ყველაფერი შეიძლება სხვა დეტალებიც დააზიანოს. ამიტომ, კი, მართალია. არასდროს არ წაიღოთ ლეპტოპი დახურულ მდგომარეობაში, ჩართულ დახურულ მდგომარეობაში ჩანთით. ძალიან დიდი შანსია იმის, რომ თქვენი ლეპტოპი დაზიანდეს. მითია თუ რეალობა, რომ ყველა USB-C კაბელი, Type-C კაბელი არის ერთი და იგივე. არა, ეს მითია. რადგან ზოგიერთი USB-C Type-C კაბელი გათვლილია მხოლოდ დატენისთვის, ზოგი გათვლილია როგორც დატენისთვის, ასევე ინფორმაციის გადასატანადაც, პლუს აქვს სხვადასხვა გამტარიანობა და შესაბამისად უნდა შეირჩეს იმის მიხედვით თუ თქვენს device-ს რა გამტარიანობა სჭირდება და პლუს არსებული კაბელს გააჩნია თუ არა დაცვა დატენის პროცესში, ანუ ის პატარა ჩიპები, რაც მოთავსებულია კაბელის ბოლოში თავში, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თქვენი device-ი არ დაზიანდეს, დატენის შემდეგ არ განაგრძოს კიდევ ენერგიის მიწოდება device-ისთვის და ასე შემდეგ. მითია თუ რეალობა, რომ HDD და SSD, თუნდაც SSD 2 ერთნაირ სიჩქარით მუშაობს? არა, ეს მითია, ერთნაირად ვერასდროს ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ ძველი თაობის HDD რაც არის, სტანდარტული მყარი დისკები, ბრჭყალებში Winchester-ებს რო ეძახით ხოლმე, ეგ მუშაობს Bruno დისკზე, ასე ვთქვათ, რა შიგნით არის Bruno-ვი დეტალები, რომელიც საზღვრავს რამდენად ჩქარა ჩაიწეროს და გადაწეროს ინფორმაცია და პლუს რამდენად მაღალი ხარისხია შიგნით არსებული დეტალები. მაგრამ ახალი თაობის SSD და M2 ტიპის მეხსიერებები, სტანდარტული SSD უკვე ახალი თაობის აღარ არის, M2 იხვეწება ნელ-ნელა და ვითარდება კიდევ უფრო მეტად, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გაატაროს. ეს მუშაობს ანალოგიური პრინციპით, მაგალითად, როგორც მუშაობს RAM-ი.
დაახლოებით მსგავსად. ანუ მანათობელი ტიპის მეხსიერება, ესაც უბრალოდ ამ შემთხვევაში მუდმივად ინახავს ინფორმაციას და სტანდარტული რამის შემთხვევაში, როგორც აი როცა ჭირდება მაშინ იყავს მეხსიერებას, ეგრე არ მუშაობს. შესაბამისად, ინფორმაციის გადატანის სიჩქარე ახალი თაობის SSD-ში და M2 ტიპის მეხსიერებაში დაახლოებით 1000-ჯერ უფრო სწრაფია და უფრო კარგია, ვიდრე ძველი ტაობის HDD მეხსიერებები იყო. მართალია თუ არა, რომ მაღალი გიგაჰერცი ავტომატურად ნიშნავს პროცესორის სწრაფ მუშაობას. არა, ეს არის მითი, რადგან გიგაჰერცი დამოკიდებულია ბირთვების რაოდენობაზე და თვითონ არქიტექტურაზე. თუ როგორაა განლაგებული არსებული პროცესორი და ჩიპი. მითია თუ რეალობა, რომ ჭკვიანი პროცესორი უფრო სუსტია, ვიდრე სტანდარტული მექანიკური. ეს მითია, იმიტომ რომ მან სხვა ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული რეალურად როგორ მუშაობს რობოტი პროცესორი. რობოტ პროცესორებზე ჩვენ ადრე ვისაუბრეთ, როგორ აღიქვამენ და შესაბამისად როგორ მუშაობენ ისინი. და ეხლა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ან რობოტ პროცესორებზე ახალი მოდელები რომელიც არის, საკმაოდ ძლიერებია, ხალიჩიდანაც კი საკმაოდ კარგად შეუძლია მტრის ამოღება. რა თქმა უნდა დამოკიდებული არის მან ხალხის სისქეზე, მაგრამ როდესაც თქვენ ამ პროდუქტს ყიდულობთ, შესაბამისად უკვე იცით, რამდენზე არის გათვლილი და იმის მეტს არ მოსთხოვთ, უფრო მარტივად რო ვთქვათ. ახალი ტექნოლოგიით დამზადებული რობოტი პროცესორები იყენებენ ახალი თაობის სისტემებს, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ უკეთესად აღიქვას მტვერი და შეწამვის ძალა შესაბამისად გაზრდილია. რა თქმა უნდა, ვერ შევადარებთ ისეთ მოდელებს, რომელიც სულ მასიურად ენზე მუშაობს, მაგრამ რაღაც მხრივ შევადარებთ კიდეც, იმიტომ რომ რა თანხას ვიხდით იმაზეა დამოკიდებული, რა თუ რობოტ პროცესორში სიტყვაზე გადავიხადეთ 2000 ლარი და სტანდარტული ტიპის პროცესორში გადავიხადეთ 300 ლარი, ლოგიკურია რომ 2000 ლარიანი მოდელი აჯობებს, იმიტომ რომ უფრო გამოჯობესებული სისტემებით არის აწყობილი. შესაბამისად, არ არის უფრო სუსტი, პირიქით ზოგი მოდელი უფრო ძლიერიც არის. შედარებადია ეს ყველაფერი. არის თუ არა სიმართლე, რომ ტელეფონის გაყიდვა ელემენტის მუშაობას აუმჯობესებს. ეს არის კატასტროფა და მითი. და რატო? მე თვითონ გეიმერი ვარ და ბევრი მქონია ასეთ შემთხვევა, რომ მეგობრები მეუბნებიან, რომ დევაისი გამიცხელდა და ეხლა უნდა შევდო მაცივარში და ცოტა გავანიაო ასე ვთქვათ და აი ყველაზე კატასტროფა და ცუდი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ამან და რატომ? როდესაც ჩვენ დევაისს ვდევთ მაცივარში, რომელიც კატასტროფულად აგრილებს შინში აქ ნესტი სისველე, რომელიც აზიანებს არა თუ დას მხოლოდ ბატარეას, არამედ მთლიან დევაისს. ამის გარდა პლუს თვითონ ელემენტი მუშაობს გაცხელებით, ანუ ელემენტი უნდა ცხელდებოდეს, რომ ელემენტმა სიცოცხლის უნარიანობა შეინარჩუნოს. თუ თქვენ გნებავთ, რომ დევაისი დაიცვათ, გააგრილოთ, როცა ზედმეტად ცხელდება და გიწევთ პროცესში, ანუ მუშაობა, ან თამაში და ჭირდებათ, რომ გაგრილდეს დევაისი, ამის შეგიძლიათ გამოიყენოთ უშუალოდ კულერები, რომელიც მაგდება ტელეფონებზე, თუმცა არ არის რეკომენდირებული უშუალოდ ტელეფონებზე დამაგრება. ჯობს დაამაგროთ ჯერ кейსზე და იმ кейსში მოათავსოთ ტელეფონი, რომ ახლო კონტაქტი არ ქონდეს ამ კულერებს ტელეფონთან, რადგან ასეთ შეიძლება დააზიანოს კულერმა დევაისი. ასევე თავი უნდა შეიკავოთ ისეთი კულერებისგან, რომლებიც ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ყინავს დევაისებს. ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია დაზიანდეს დევაისი. მე ამას დავამატებდი კიდევ 1-2 სიტყვას ჩაგერთვები ამ ამბავში. ეს ამბავი კიდევ ერთი მიზეზის გამო არის მითი რა. უფრო მარტივად რა შევხედოთ ამ ყველაფერს. ჩემი გადმოსახედით ყოველ შემთხვევაში რა. თუ რეალურად მაცივარში შევდეთ და ტელეფონს გავყინავთ და ეს ელემენტი სიცოცხლეობას გაუმჯობესებს. მაშინ რატო არის ხოლმე, რომ სადღაც დასასვენებლად მივიდიოთ და სიცოცხლეში ჩვენი ტელეფონი ვითიშება. რეალურად ეგრე არ არის და იმიტომ, თუ ტელეფონს ვიყენებთ სიცოცხლეში და ჩვენი ვეთიშება, ესე იგი მისი ელემენტი არ არის გათვლილი იმაზე, რომ აუცილებლად სიცოცხლეში უნდა იყოს, ვერ მუშაობს შესაბამისად და მსგავსი ტიპის აქტივობებს აუცილებლად თავი უნდა მოვარიდოთ. არავითარ შემთხვევაში და ავტომატურად სწორედ აღნიშნა, რომ ელემენტი მუშაობს გათხოვებით. შესაბამისად, ის მომენტი, რომ ტელეფონს იყენებთ, რაღაცას თამაშობთ და თბება,
ეგ ეხმარება ზუსტად იმას, რომ ელემენტმა იმუშაოს და ტელეფონი არ გამოვიდეს წყობრიდან. და ის ფაქტორი, რომ ტელეფონი ძალიან მიხურდება ძმაო და აღარ მუშაობდა, რა უნდა ვუყო, არაფერი არ უნდა ვუყო, როგორც Samsung გვერდია, შესაბამისი ქულერები გამოვყავთ სწორად და არანაირი პრობლემა არ იქნება თამაშის დროს და არც სხვა ნებისმიერი აქტივობის დროს. და პლუს დავამატებდი აქვე, რომ თუ device-ი ზედმეტად ხურდება, თქვენ თუ გონიათ, რომ ზედმეტად გახურდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ device-ი თავის მაქსიმუმზეა. როდესაც device-ი ზედმეტად გახურდება, თვითონ აქვს ჩაშენებული სისტემა, რომელიც შეგატყობინებთ, რომ device-ი ზედმეტადაა გახურებული და მოითხოვს გადატვირთოთ ან ავტომატურად გამორთავს device. ასე რომ, თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ გახურებულია ზედმეტად ტელეფონი, ეს არ ნიშნავს მის მაქსიმალურ ტემპერატურას. კარგი ავთო, დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია დაგეხმარეთ სწორი ინფორმაციის მიღებაში. თუ კიდე დამატებით რამე კითხვები გაქვთ, აუცილებლად დაგვიწერეთ კომენტარებში. ასევე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. გაუზიარეთ ის ვიდეო თქვენ მეგობრებსაც, რათა მათაც მიიღონ სწორი ინფორმაცია და შესაბამისად ყველა ვიყოთ იმ სწორ ტექნოლოგიურ აღურაში, რაშიც გავეხვევით ყველა და გვექნება სწორი შეხედულებები ამ ყველაფერზე. კი, ასე იგივე, ტექნოლოგია ყოველთვის ვითარდება და ჩვენც ყოველთვის უნდა შევუწყოთ ხელ-ფეხ კიდურები, ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და გავუხმევთ. ნახვამდის.